ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რეალურად დღეს არც ინდოეთის და არც პაკისტანის ინტერესში არ შედის დიდი მასშტაბური კონფლიქტის წარმოება. ინდოეთი არის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს ქვეყანა და ახალი ეკონომიკური სისტემა შექმნას. ასე იგივე პრიორიტეტები აქვს პაკისტანსაც, ანუ 40 წლის თავზე რეალურად დასრულდა პაკისტანის რაღაცა უსაფრთხოების სისტემაში ჩართულობა შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც მას იყენებდა რაღაც ავღანეთის ომში საკუთარი სცენარების განსავითარებლად, ამიტომ რეალურად პაკისტანს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული შიდა ეკონომიკურ განვითარებაზე. ასევე ეს ორი ქვეყანა არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები. მაგალითად, ბოლო დღეებში ვნახეთ აი ამ ორგანიზაციის მსხვილი წევრი ქვეყნების განცხადებები, ჩინური საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ასევე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ მაქსიმალურად მოხდეს თავშეკავება, რომ კონფლიქტი არ გადადინდეს, არ გახდეს სრულმასშტაბიანი. უბრალოდ დღეს ახლა ასე ვთქვათ, როგორც ახსენე, ოფიციალური დელის ხელისუფლება ნარენდრა მოდი იძულებულია, რომ გარკვეული ქმედებები განახორციელოს და პარალელურად პაკისტანის იძულებულია გარკვეული ფორმებით დაიცვას თავი და აი ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. თვითონ ამ გეოპოლიტიკურ